მოგესალმებით, თვითფასო მეგობრებო, დღეს გვინდა გესაუბროთ ხელისუფლების რეპრესიული აპარატის გააქტიურებაზე. ჯერ კიდევ წლების წინ ის ბიჭები, რომელიც წინ აღუდგნენ საქართველოში ამ გარყვნილი აღლუმის ჩატარებას, გეი აღლუმის ჩატარებას და აივნებიდან მოხსნეს LGBT დროშები, ჯერ კიდევ სასჯელს იხდიან და ციხეში არიან გამომწყდეულები ფაქტიურად უდანაშაულო პატრიოტი წესიერი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაუშვეს, რომ საქართველოში ეფრიალა LGBT დროშებს. იქიდან მოყოლებული ნელ-ნელა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ნელ-ნელა შეამზადა საზოგადოებრივი აზრი საიმისოდ, რომ დაეწყო თავისთვის არასასურველი პიროვნებების ჩამოშორება. ახლა როდესაც დაჭერები მიდის ცხადია, იქ ყველა უდანაშაულო ვერ იქნება და ვერც ყველა დამნაშავე ვერ იქნება. ვიღაცები ალბათ სამართლიანადაც იქნენ მიცემული სამართალს, მაგრამ ამათთან არის კიდე იმ პიროვნებების გაუნებერყოფა, რომლებიც ხელისუფლებას არ აწყობს, რომლებიც დაუშვათ სიმართლეს ამბობდნენ. ბოლო დროს, აგერ რამოდენიმე დღის წინ 1 ივნისს საერთოდაც ძალაში შევიდა კანონი, რომლის ძალითაც სოციალურ ქსელებში მოხდება გაკონტროლება, ვითომ და სიძულვის ენის კონტროლისთვის ხდება ეს ყველაფერი. ახლა ის სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება ისე რომ გაგიხდება საქმე, რომ საკუთარ ხალხს ძულხარ და სიძულვის ენით გესაუბრება და სპეციალური კანონის ამოქმედება და გჭირდება, რომ საკუთარ ხალხმა სოციალურ ქსელებში არ გაგინოს, ეს სხვა საუბრის თემა. ყველაზე გახმაურებული იყო ამ ბოლო დროს გულბაათ რცხილაძის დაკავება. მე ვერ ვიტყვი ახლა, რაც არ ვიცი და ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, რაც არ ვიცი, ვერც უარყოფ, ვერც დავადასტურებ, რამდენად თანამშრომლობდა ეს კაცი ნამდვილად სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან, მაგრამ აქ ისმის ერთი კითხვა. ის ერთადერთია, დაუშვათ ასეც რო იყოს. ის ერთადერთია, ვინც გარეთ ძალებთან, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, აგერ თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ USAID-ზე გავდით, აფინანსებდა და გადაპირებული ყავდა, ასე ვთქვათ, რუსული ჟარგონით რო ვთქვათ, დაავერბოლკებული ყავდა მთელი რიგი ადამიანები, რომელთაც ამუშავებდა იმაზე, რომ ქვეყნებში გადატრიალებები, რევოლუციები და ასე შემდეგ მოეწყო და მათ შორის დადასტურდა, რომ ასეთები საქართველოშიც იყვნენ, მაგრამ არავინ არ გამოვლენილა ამ კუთხით არავიზე არ გვსმენია, რომ ვინმეს გზავსი ბრალდება მიუყენეს. როგორც გაირკვა ჩვენმა ხელისუფლებამ მიმართა სპეციალური წერილით ამერიკის შეერთებულ შტატების დეპარტამენტს, რომ რა არის საჭირო ჩვენი მხრიდან, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ანუ კვლავ შესთავაზა საკუთარი თავი ქვეშევრდომად რიგში ჩავდექით და აი რა გავაკეთოთ, რა გესიამოვნებათ, რომ გვაპატიოთ და ისევ მიგვიღოთ თქვენ თებქვეშ. დაახლოებით ეს ასე იყო და ამ თემებზე გვინდა დღეს გესაუბროთ. ახლა ყოველთვის შენთან გადმოვდივარ ხოლმე და დღეს დავარღვევ ტრადიციას. კი ბატონო. მიესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ახლა ჩვენი ჩანაწერები, ჩვენი გადაცემების გავრცელებადობა რომ მეტად შეზღუდულია, გასაგებია, ამიტომ ამ ერთგულ მსმენელს და თანამოზიარეს დიდ მადლობას ვუხდით, რომ მაინც ახერხებს და გარკვეულ ყურებადობას და მსმენადობას ერთმანეთის მიმართ ვინარჩუნებთ. მეორეს მხრივ არც გვიკვირს ახლა ის რა საქმესაც ვაგრძელებთ, ეს არის ტაბუირებული, აკრძალული, ოფიციოზის მიერ დაგმობილი, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომ იმას რასაც კრძალავენ, რასაც იწუნებენ, საბოლოო ჯამში გადის დრო და მერე პირიქით არის ხოლმე. მომავალი სხვანაირად გადააფასებს აი ყველაფერს. მოკლედ რო ვთქვათ, ტრაგიკომიკული მდგომარეობა იქნება მთლიანობაში და საქართველოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩამორჩენა არ აქვს. სიძულვილის ენის აკრძალვა.
ესე იგი ლანძღვაგინება, შუღლის გამაღვიებელი ალბათ არა რაღაც ესეთი სოციალურ ქსელებს ეხება მარტო თუ პარლამენტში საიგრძალა. ხო, აი როგორ არის ერთმანეთის ცემატყება და ლანძღვაგინება. დასაზუსტებელია ისაკი. უკაცრავად. ესე იგი, მაბიზღარ აღარაა საჭირო და პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში აზრის შემამოწმებელი, ცენზურის გამტარებელი, ძალოვანი სტრუქტურა თვითონვე სწრაფად მისცემს რეაქციას და ასე შემდეგ რა. მე მგონი რაღაცეები უნდა გავახსენდეს ალბედითი წარსულიდან თუ არც თუ ისე ნათელი თანამედროვეობის სიღრმეებიდან. როგორია ჩვენი დამოკიდებულება? ნუ რა თქმა უნდა ახლა ლანძღვაგინება და ასე შემდეგ რომ ცვლილებები დაგვავალდებულოს ჩვენ მაინც არ დავიწევ, მაგრამ საერთოდ კარგად უნდა მოიქცე ხელისუფალი, რომ სალანძღავა თავი არ გაიხადა. და თუ ისე იქცევი, რომ სალანძღავა თავი გაიხადე, ხალხი მაინც გაგლანძღავს, ამაშია საქმე. აქ თუ აქ ყოფ ქართველს, რომლის ლაპარაკიც არ მოგეწონება და კლავს გადაუგრეხავ, ციხისკენ გაუშვებ, რეპრესიებს გაატარებ, 1.5 მილიონზე მეტი გასული ქართველი იქიდან სხვანაირად. აი ამათგან გაქცეული და ამათგან განდევნილი დიდი ნაწილი საქართველებისაც ამ კანონის ამოქმედების მერე ლანძღვაგინება უნდა უთხრა ხელისუფალს, რომ გაძლიერდა. ორმაგად და სამაგად გაძლიერდა. მანამ ეს კანონი შევიდოდა ძალაში, რამოდენიმე პიროვნება პოლიტიკურ სარბიელზე ძალიან გამოირჩეოდა ისეთი ბილწი სიტყვების ხმარებით. დღეს ისინი უკვე ჩრდილში არიან მოქცეული, გაათმაგებული ძალი დაიწყეს ხოტბა დიდების შესხმა, ანუ ლანძღვაგინება. ხო, აი ეს არის ტრაგიკომიკური მდგომარეობა. ნუ ამას რაც უნდათ დაახლოებით გასაგებია, ესე იგი გადაწყვეტილებაა, რომ მარადიულად უნდა ვიყოთ და მარადიულად რომ უნდა იყვნენ, მაშინ დემოკრატიის თამაშით დამკვიდრებული წესები უნდა დაიშალოს. და ისე უნდა ეწყოს, რომ ისინი სულ უნდა იყვნენ და იყვნენ. ბოლოს და ბოლოს მონარქიზმის იდეის გაღვივებაც იმიტომ დაიწყეს, არა მონარქიზმის და მონარქისადმი განწყობა ყველა საზოგადოებაში თავისებურია და ყველა საზოგადოების გარკვეულ ფენებში ყოველთვის იყო მაგალითად მეფის ინსტიტუტისადმი კარგი დამოკიდებულება. რამდენად შესაბამება დროს და ამის განხილვას აქ არ დავიწყებ, მაგრამ ჩვენთან უკვე საგანგებოდ იყო ესეც წახალისებული ამ მიმართულებითაც საზოგადოების აზროვნება, რომ მონარქი ხომ არ ჯობია, ღვთის განცხებული, თანაც დავითის ფესვის არ რომ იყოს და ოჯახურათვე რომ გაგრძელდეს. მაშინ სახელმწიფო მონაცვლეობა არ უნდა მოხდეს. მაშინ ესეთი ხელისუფლება მეფის შეურაცხყოფა კატეგორიულად დაჟადი იყო. გვახსოვს რა რაღაცა ესეთ ფეოდალურ კაპიტალისტურ მონარქიულ დიქტატორულ მიმართულებით ვიწყებთ ამოძრავებას და ეთიკის კანონები უნდა დაიცვან. ხო. აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს. მაგრამ რამდენად მიღწევადია ეს მეორე საკითხია კიდე. და რამდენად შეესაბამება თანამედროვეობის და მომავლის მოთხოვნებს. რომ კაპიტალისტური დიქტატურა მონარქისტული ხასიათის დიქტატურა დავყარდეს და სულ ერთი ოჯახი იყოს და სულ ერთი და ერთ-ერთი საკრებულოებშიც ახლა გადავავლეთ თვალი, მეოთხედ არ შეიძლებოდა არჩეულიყო თავმჯდომარეები, იგივე პირები და ჩვეულებრივ მიაყოლეს ადგილზე მუნიციპალიტეტებში მაქვს საუბარი, მეოთხეთაც ირჩევენ. და საერთოდ ნელა ყველაფერი სამჯერ არ შეიძლებოდა, მესამედ არ შეიძლებოდა, ამას მეოთხედ კიდე ნელ-ნელა ყველაზე ყაყემ მდგომარეობაში გადავდივართ. ჩვენ პირველები უნდა გამხდარიყავით. მაგალითი უნდა მიგვეცა უკეთესისა. ხო და ახლა ყველაზე ყაყე და უარესის მაგალითებს ვდეთ. და ჭაობება ჭაობის ჭაობში ჩავდეს. სულ უნდა იყოს ერთი და ესე. დემოკრატია, კაპიტალიზმი, ეს ანტიადამიანური სისტემა თავი გაილამაზა დემოკრატიით. და მცირედი ნიშა მაინც გააჩინა, რომ თეორიულად მაინც გეძლევა შეცვლის, აი თუ არ ვარ
ხელისუფალი არ ვარ გათქვათ, არა აკუსტურება რომელი გოლშია და რაცო რამოდენიმე წლის მერე ამის გადარჩევისა, რა გარკვეული კონკურენტუნარიანი სიტუაცია თვითონვე შექმნეს. იმიტომ რომ ჭირდება იციან რომ ასე ჩამოლპება ბოდიში თავისუფლების ხმარებისა, მაგრამ ჩამოლპება ცხოვრება არ შეიძლება და იმიტომ ამერიკაში ეს ორპარტიული თამაში შემოიღეს. ერთის უკანას დიდი ფული დევს, ბორის უკანას დიდი ფული დევს, თავის დავაცხადია. ეს მაინც ტიკინების თამაშია, მაგრამ ეს მაინც რაღაც დონეზე რაღაცას მაინც აჯანსაღებდა. ამასაც რო გაუ, ჯერ იყო და ძმარიო და ზედა ასხეს წყალიო. აი ეგ მდგომარეობა გვაქვს უკვე აქ. რაც შეეხება ხოლმე რცხილაძის დაჭერას, ხედავთ რა ბრალდებად წაუყენეს, აქ ცოტა სხვა საკითხთან გვაქვს. აქ არის უკვე გეოპოლიტიკური თამაშის 10 კამს ერთდროულად დაჯდომის მცდელობა და თითქოს ისე გამოყავდა, რომ დასავლეთს და დიპსტეიტს უპირისპირდებოდა რა ხო. დიპსტეიტთან მეომარი პატარა დავითია დიდ კოალიაციებს და ესეთი ესეც რა თქმა უნდა ტრაგიკომიკური შესახედია თავისი შინაარსით ახლა ამერიკასთან ხიდების გადება. ჩვენ წინა გადაცემებში ვთქვით, რომ არსებული ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე მეტად რასაც უნდა ერიდო და ვისაც უნდა ერიდო, მით უმეტეს სტრატეგიულ მოკავშირობას ეს არის არსებული ადმინისტრაცია. ხელმძღვანელი ტრამპიზმით შეპყრობილი ამერიკის ადმინისტრაცია. რატო? იმიტომ აქ ყველაფერია ღია და ცხადი. რას ითხოვს ჩვენგან? რასაც ყველასგან ითხოვს. რიგში ჩადგომას. მე მგონი თვითონ თქვა ჩვენ სიძულვილი სენას არ ვიყენებთ, თავისთავად ცხადია, არავის შეურაცხყოფა არ გვინდა, მაგრამ არ გვინდა დაავიწყდეს საზოგადოებას ის, რომ როგორი ეპითეტებით მოიხსენია ქვეყნები, რა რიგში დგებიან და რისთვის დგებიან. ესეთ მე პირდაპირ ომს აწარმოებს. პირდაპირ ტერორისტულ თავდასხმებზეა გადასული, იქ გაუმართა და ირანში ამოწყვიტა ხელისუფლების მთელი თავი, მაგრამ თავი მაინც ვერ მოყვეთა. ღია იმპერიალიზმია, პირდაპირ გახსნილი იმპერიალიზმი, მართალია ვერც ერთ ფრონტზე გამარჯვება ვერ აქვს წეული. ეს დროის ნიშანია. ჯერ ვერც გრენლანდია ჩაყლაპა, ვერც კანადა მიიერთა, ვერც მექსიკა, ჯერ გავიქეთა რომ ღიად ამბობს რა. ეხლა ჩვენ ფულით დაჭერილი საზოგადოებრივებას რო არ წარმოვადგენთ, კონფორმისტები და სამშობლოს გამყიდველობაზე ორიენტირებულები რო არ ვიყოთ, მე პოლიტიკურ ნაწილზე ვარ საუბარი. მაშინ უფრო თამამად და ღიად დავარქმევდით თავის საკითხს, რაც არის. რომ გავა დრო და იმ სირცხვილს და იმ ჭაობს, სადაც გორავთ, მომავალი თაობა იტყვის ამის თაობაზე. აი როცა ფაშიზმი და ნაციზმი დამარცხდა, ევროპის დიდი ნაწილი თავჩახრილი დადიოდა. იმიტომ რომ ევროპის დიდი ნაწილი დაუწვა ნაციზმს. მონაწილეობა მიიღო, ჩაერთო. ის აიღო გერმანული ფაშიზმი, ის იყო ევროპული ფაშიზმი. ეს ხო, მაგრამ გერმანულს არ მიეწერება. მოსა იდეოლოგია სიტყვა რა, ხო სიტყვა ერთი და სიტყვა, ანტიქრისტეც სიტყვა, ცნობიერებაა და თუ კი ეს ბაცილა იყიდებს ფერს იდეოლოგია ცხოვრების წესით, ის ნებისმიერი ერის ადამიანს აავადებს და ამ სირცხვილსა და ჭაობში ამყოფებს. თუმცა დრო რო გადის და იცვლება, შედარებით ნათელი როცა მოეფინება, მერე თუ ისეთი კატასტროფა არა გაქვს ჩადენილი. ხო? მერე თავჩაღუნული დადიხარ. გავა დრო და რაც ეხლა ხდება, რასაც ეხლა უწევდა მსოფლიო თავის სიჩუვით და ძალიან ცუდ საკეთებს. მერე აღმოჩნდება მომავალი თავი აღმოაჩენს თუ რამდენად სამარცხვინო. ანუ ამერიკას რა აქ გაგასაგებია ყველაფერი. და პირობაც თქვენს რომ გაარკვიეთ თქვენი პოზიცია და ყველაფერი ციგზე იქნება. ნუ რას ითხოვს ამერიკა? ამერიკას დაპირისპირება და ომის აღმოსავლეთთან, ჩინეთთან, გასაგებია რუსეთთან, უახლოეს მეზობლებთან, ნუ ირანი ის ცხადზე უცხადესია. და რას მოუტან საქართველოს უახლოეს მეზობლებთან კონფრონტაციის შესვლას? ხლა ამერიკას პასეში მშვიდობის დამყარება უნდა და მართლა მშვიდობის მტრედია. ხლა ამას ვის მოატყუებთ? ვის ვატყუებთ, რას ვატყუებთ?
ეპშტეინის ფაილები ათასობით თუ მილიონობით როა გამოსული და ეპშტეინში როა გატარებული, კუნძულზე როა გატარებული ეს ვინ დღეს სოფლიოს მართავს. ეხლა ამას რა უნდა? კითხვას რა უნდა ეხლა? არ ვიცით რა უნდა. და რიგში რო ჩადგები საკოცნელად და სააბოროდ, მერე ეს ამბორი სატანასთან რიგით დამთავრდება. აი იქით დაუმთავრდა უკრაინას. ისე დაგვიმთავრდება ჩვენც. ჯერ ჩვენიდან დაიწყო გაჩერდა. იგივე შემოგიგონდება. უცხადეს ეხლა ეს მართლა რაღაცი დაზვერვითი და რაღაც მომენტები ცოტა არ იყოს და საეჭვო ამ პიროვნებას რაზე ქონდა ცნობა. ნუ არ ვიცით. ისე რიგითმა ადამიანმა რომ ვიმშელოთ, ალბათ ნაკლებ რამეზე ქონდა ცნობა. ხო, ანუ წყებაში უნდა ყოფილიყო შიგნით ხელისუფლების შიდა მასში. არ ვიცით, მაგას თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს აშკარაა, რომ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის ნიშანი მისცა იქ ოკეანის გაღმა თქვენსკენ ვარ. აი რუსეთის აგენტებს ვიჭერ. არ დაუსახელებია, მაგრამ ახლა ჩვენი კოლექტივის თავმჯდომარე გვარს დასახელს არ დავასახელებ. რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ვიცით, რომ ახლა რუსეთი, ალბათ მეორე ქვეყანა არ ვიცი, ალბათ ირანი, ხო, სავარაუდოდ. კი რომ ეს აგენტი შეიყურა საქართველოს. გვახსენდება ტერორისტი კოჭოია. აი 2008-ში რისთვისაც მოგვამზადა დასავლეთმა სიონისტურმა ისრაელის სპეცსამსახურებმა და ასევე დასავლეთმა, ხო? წერუ რაშიც მოგვამზადა. მას რა სიტყვის მომწიფება უძღოდა წინ სახელისუფლებო ეშელონები და ვითომ აგენტების დაჭერა რა ფოტოგრაფების შეკერების ფოტოგრაფების საქმეების ხო ეს იყო როგორ ვთქვით თეთრზე შავით ნაკერი და პირიქით ეს ხალხი გერო რითაც მუშაობს და მოსადი და წერო ესე არ ხდება ეს არის რომ რაღაც ატმოსფერო ჩამოაყალიბა პოლიტიკური ბუშტი გაბერო იმას დაანახო რომ აი შეესკენა ვარ და ვიღაცები შეაწირო ამ საქმეს ხელი შეაწმინდო ხო შემდეგ რა მოყვა ამას მოყვა სამხედრო ესკალაციაზე წასვლა საქართველოს მხრიდან ექსპერიმენტი ჩვენი ჩატარდა რა ზატყოფრაში იყო რუსეთის არმია რას მოიმოქმედებდა თუ არა და ასე აგორდებოდა თუ არა ეს დიდი ამბები კავკასიიდან რაც მე უკრაინაში ააგორეს რუსეთის სიგარდე ნელ-ნელა თუ აკვირდებით რუსეთის გარეშე ამ ცეცხლი დანთებულია ვიზით პატარა წიწილიპო ქვეყნებით ნუ ხელ უკრაინა არანო აი ბალტიის პირეთი როგორ აწუწვინებენ ხო უყურებთ რა ხდება როგე რა დაარტყავს ან არა ისეთ პირობებშია ბალტიის პირეთი უკვე ხო ასე აი ესე გარეშამო ცეცხლის სარტყელს აი ამერიკას ეგუნდა დასავლეთს ეგუნდა აი მასთან მოკავშირე ეხლა ეს არ დაიწყებს ეხლა სომხეთში იზრდებიან პლატფორმას ხო აი დღეს ხდება სწორედ შეიძლება უკვე кайხნს გადაწყვეტილია მაგრამ დღეს გამოვლინდება ყოველ შემთხვევაში გამოვლინდება რომ ეს ცეცხლის სარტყელი შემოარტყან ნუ მიზეზთა გამო რატო და იმიტომ ხო აი ცეცხლის რკალში ჩვენი ადგილი რა იქნება რა ტიპის მუგზალი უნდა გაგვიდეს და ერთ-ერთი ნიშანია რომ რუსეთის აგენტებს ვიჭერთ ეხლა იმათი მხრიდან რაღა იყო ეს ხო რუსეთის მომხრე ნაწილია ვერცხილაძე წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკურად იდეოლოგიურად რუსეთის მომხრე ნაწილს კაცო არ მალავდა პირობები არა მომხრეა მაგრამ ახლა აგენტი სხვა არის კაცო პოლიტიკური შეხედულების გამო გაჭერა ეს უკვე პოლიტიკური პატიმარი ხლა რაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი არანაირ სტრუქტურას შენ თქვი უკვე არ მუშაობ ხლა რა ინფორმაცია საწვდიდა რუსეთს ბიტკოინების მთავარი საწარმოო გზანშიაო თუ რა ინფორმაცია საწვდიდა ხლა აქ ცოტა სხვანაირად აკიდე შესახედი ალბათ იმიტომ რომ ნუ რუსეთის მომხრე გასაგებია როგორი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს ბოლო დროს რუსოფობიის ფაქტების დამდგენ შესწავლელი მოდი მაშინ ისედაც ყველაფერი ცხადია ჩვენც ცხადა თქვათ არაფერი დაშავდება მაინც ცხადია ჩვენ არ გამოგვაქვს ეს უკვე გამოტანილია რა როგორი შიფრება ახლა ესე იგი საქართველო არის ჩრდილოეთის და დასავლეთის აგენტურის ურთიერთდაპირისპირების არის ლაცდა და არა მარტო ყველა ჩამული ხო ჩვენი კითხვა სწორედ ეგ არის რომ ქართველი სადღაა ქართული სად არის
რომ საკითხი პოლიტიკურად წყდება და პოლიტიკურ სარბიელზე სად არის ქართველი. ამაში. კი, რუსეთის მომხრე უპირისპირდება დასავლეთის მომხრეს, რუსოფობიას ვინ აღვივებს? დასავლეთის აგენტურა, იმიტომ რომ დასავლეთი ცეცხლის სარტყელს არტყავს რუსეთს, მას თავისი მიზნები აქვს. სოფლიო ომს ეწევა რა. მეტი ბევრი როარ გავაგრძელო. და ჭირდება კოცონი, შემოანთოს. ესე იგი, რუსოფობიული პროდასავლური პოლიტიკური ძალა რუსოფობიულ სიმზია აწყობილი. ესე უნდა დასავლეთს. ამაში ჭირდები კონკრეტულად დღეს ამ ეტაპზე. შენ ხარ დიდ ცეცხლის დასანთები პატარა მუგუზალი. ხო, ესე იგი, ეს არის დასავლური აგენტურა, ფინანსდება პირდაპირ, ხო? პოლიტიკი არის გაზრდილი და იმ ინსტრუქციებით აქ ანტირუსული ისტერია ვივის და არქრება და როგორ ბალტიისპირის და ასე რა. კი, დასავლეთის აგენტურა. ეხლა რუსულმა მხარემ რა გააკეთა ამ ორგანიზაციის შექმნით? თუ არ ვცდები, ეს პიროვნება იყო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რა რომ მოდი და გამოვავლინოთ, ვინ არის დასავლეთის აგენტი საქართველოში. გავშიფრო პირდაპირ. რუსოფობიის ინიციატორი ისინი არიან. ხო? ესე იგი, რუსულმა ნაწილმა აქ მოვაწე საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ფარგლებში მოქმედმა რუსულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ცოტა მეტად გაეშიშლებინა დასავლეთის აგენტურა. მაგრამ შედეგი მოყვა ასეთი, იმიტომ რომ ხელისუფლება ახლა ტრამპ თაუერის აშენება გადაწყვეტილი და რიგშია ჩამდგარი და ოღონდ ანგარიშები არ დაუყადაღდეს, გაუხსნან ფული პირველი. დაყადაღებული დაუყო. მეორე მარადიულად უნდა იყვნენ კაცო. და ამაზე ტრამპს ეს დემოკრატიული თამაშები და მონაცვლეობა არაფრად არ ადარდებს. გინდა კაც ჭამია იყავ. თავარია, რასაც ამერიკა გეტყვის, ის უნდა, რასაც ტრამპი გეტყვის. ნავთობი და კი ბატონო, სად უნდა გაყიდო? ეგ გეტყვის, ვის არ უნდა გაყიდო, ვის არ უნდა მიყიდო, ეგ გეტყვის. ამერიკას რაფასებში უნდა მისცე. მოკლედ 70% შენი, კი, რა თქმა უნდა, ეგ პირი. შენი ქონების 70% იმას 30% გიტოვებს, რა გინდა? გინდა კაც ჭამია იყავ, რაც გინდა იყავ. იმიტომ თვითონ ეპშტეინი და გამოსული ხერხიანია. ისე ბატონყმობის დროს უკეთეს პირობები იყო. კი, ხო. მგონი 1/6 იყო და სახადები, რაღაც ახლა რომ ისტორიაში რო არ წავიდეთ. ასეთი 1/4 ხო 1/4. ასეთია რეალობა ახლა შექმნილი, რომ იქითკენ იხრებიან, თუ კი დაუმტკიცებს, რომ კი ბატონო, შენ ახარ მეფე, ბარემ ფესვი დავითს, ესე იგი იერუსალიმ თუ რა ვიცი, ებრაული გაქვს. რა და სასახლეც ხო ყველაზე მაღალ ადგილზეა რა, შუშისა თუ რაც არის რა და მემკვიდრეობით იყოს შენ, ოღონდ თავარია რომ კურსი შეცვალო და ასე შემდეგ, ვის უნდა გაემიჯნო გასაგები, ვის უნდა დაუპირისპირდე, ეგეც გასაგებია რა. ირანშიც ხო შახის მოყვანას იქაც ხო რა არავით არის პრობლემა. მართალია ირანში რეჟიმს ეძახიან, კი ბატონო, არა აქ ახლა მაგის გარჩევა ჩვენ ახლა რეჟიმია თუ არა, არჩევნებით ხდება იქაც პრეზიდენტის, პარლამენტის არჩევითობა დაუშვა რელიგიურმა სტრუქტურამ, სისტემამ არჩევითობა რატო დაუშვა? არჩევითობაში გარკვეული კონკურენცია, გარკვეული შერჩევითობა და არ სიცხანეთ არ გამოვა. იქ დაშვებულია. არა მაგას გეგს თუდაც თუ გაუქმებულა. დააბრუნებს შახს ისე, ეფეს დააბრუნებს. თავარია ამერიკული ორიენტაცია. ბოდიში რადგან მოხდა ირანზე ლაპარაკი, რომ კარგად წარმოვიდგინოთ აი რაზია წამსვლელი ამერიკა. თავის დროზე ირანს ყავდა ხო არჩეული ხელისუფლება, თანამედროვე სტანდარტები დემოკრატიულად ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც მოახდინა რესურსების ნაციონალიზაცია, მიწების ნაციონალიზაცია და ამის გამო შემდეგ მოხდა ამ ხელისუფლების დამხობა და მოიყვანეს იქ შაჰი. დაახლოებით იგივე, რასაც ახლა ცდილობდა აი ამ დღევანდელი ფეხლავის თუ რა თუ სწორად გამოიყენებს ფეხლავის წინაპარი მოიყვანეს და დასვეს. კი, ახაც არ არის პრობლემა, რა პრობლემა.
კი ბატონო, დაიჭერენ აგენტებს ვიჭერთო ორიენტაციასაც ვცვლით, თავი მეფობა ჩამბარდეს რა ხო მოგვარდებიან. ეს პროდასალურ თას ცოტა არ იყოს და უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ, რომ მათი მოლოდინები განსხვავებულია სხვანაირად თავი მონაცვლეობაში საკუთარ თავს გულისხმობენ, რომ თვითონ უნდა შეეცვალოს მოსულიდან. ხო, ასეთი ტრაგიკული მდგომარეობა, ადამიანები რაც ეპოქალური გარდასახვა ხდება, ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, ისეთი ჟამის პირობებში გვიწევს, რომ რაც წარმოუდგენელი იყო, ის ხდება, იმასაა კარგი. წარმოუდგენელი სიბრიყეებიც ვლინდება. ეგ სადაც ვერ წარმოიდგენ, რომ როგორ შეიძლება ეს დაბალი მასე გადასვლა და დაბლა ჩამოვარდნა. შენივე ხელით, შენივე წამოწყებული საქმის საწინააღმდეგოს კეთებაზე გადასვლა. არა, ამ ფაქტებსაც აქვს ადგილი. დასავლური კურსი გასაგებია პოლიტიკა მარცხისკენ მიდის. ჩვენ ახალი სიტყვიდან, ახალი ცნობიერებიდან მიღებული გქისნობა და დასტურდება რეალობითაც, რომ დასავლეთის ერთპიროვნული ბატონობის დრო დამთავრდება. იმიტომ ეს არის ანტიქრისტიანულ ცნობიერებაზე აგებული სისტემა, რომლის უკანასკნელი ჟამიც არის. ამიტომ ყველა შემთხვევაში დასავლეთი ცდილობა, რომ ის სოფლიო ჭიდიდან გამარჯვებული გამოვიდეს, კრახი დამთავრდება და ჩვენ ამას ვარდებთ ეს პირი. საქმე იმაშია, რომ შეძლებს თუ ვერ შეძლებს, რომ გადაიყოლოს მთელი დედამიწა. აი ესა. ამიტომ აი აღმოსავლეთის პოლიტიკური ლიდერები გამოირჩევიან მეტი სიბრძნით, მეტი თავდაჭერილობით, მეტი სიდინჯით, მეტი დადებითი მოდის. მე არ ვამხრო ეს არის უკანასკნელი საფეხური და დროის ის მოთხოვნა, რაზეც ლაპარაკია აქ საქართველოსთან, რაც ეუწყა კაცობრიობას. ჯერ დონემდე ძალიან შორსაა, მაგრამ მაინც ხომ შედარებითია, რა. და დასავლეთის ლიდერები აშკარად ფორმიდან ამოვარდნილები არიან, ვერაფრით ვერ უახლოეს ისტორიის მაგალითებთან ვერ დავაკავშირებ. ზელენსკი რას აკეთებს? ბოლო დროინდელი ამბები, თუნდაც გადმომარხა ფაშისტები, დიდი პატივით. ის ფაშისტები, რომლებსაც 100,000-ზე მეტი პოლონელი ყავს გაწყვეტილი, ბავშვი და ქალიანად. 53-დან 45 წლამდე. ამან წარმოქმნა დიდი წინააღმდეგობა, არადა უკრაინის ფრონტის ზურგი არის პოლონეთი. იმდენს ჭრის რაზეც ის უკვე სხვა გზა არ არის სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებაში. საქმე იმაშია, რომ შეიძლება პოლონეთის ხელისუფლებაში მოკალათებული ისევე ფიქრობენ როგორც ზელენსკი. მაგრამ ხალხის დამოკიდებულება სხვანაირია და ხელისუფლება იძულებულია ფორმალურად მაინც ითამაშოს ის როლი, რომ ამით განაცხენებულია და ამას გარკვეული დაძაბულობა მოაქვს, ხო, შექმნა ფონი დაძაბულობის ფონი. კი, ასეთი ჭკვის არევა მიმდინარეობს. გადახრა ადამიანის ტრამპის განცხადებები, დილით სხვა, შუადღით სხვა, საღამოც სხვა, რა. საერთოდ აი აღმოჩნდა, რომ კარდონის ლომი ყოფილა, რა, ეს დასავლეთ ამერიკა ზოგადად, რომ ის არ ყოფილა ეს ვიდეო ფილმები, ჰოლივუდიზმი, პირველი ომი პირდაპირ ეთერში ერაყის დაბომბები, ის იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი ომი, რომელიც ვიდეო კადრები, აფეთქებები და ნგრევა პირდაპირ გვაყურებინეს და ამან წარმოქმნა გარკვეული ილუზია მთელი მსოფლიო მასშტაბით, რომ ეს არის მოკლედ დაცა. ეს გაიფანტაზა, გაიცხრა. ამ ილუზიით დღემდე მძიმედ არის დაავადებული ჩვენი საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი. და დღესაც შევხვდებით გზავს მოწოდებებს და საუბრებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის ნატო და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობა. მე არ შემიძლია კიდევ ერთხელ გავაიხსენო და შევახსენო ჩვენ საზოგადოებას რა მდგომარეობაში ჩავარდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომელიც ახლო და მოკავშირეულ ურთიერთობაში იყვნენ შეერთებულ შტატებში. უდიდრესი ქვეყნები. დიახ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი სამხედრო ბაზებიც კი ვერ დაიცვა იქ.
მათი ხელშეუხებლობაც კი ვერ უზრუნველყო. ანუ ირანისგან ვერ დაიცვა თავისი მოკავშირეები და რუსეთიდან რანაირად ჩვენ გულისხმობთ, როცა ვამბობთ ხელშეუხებლობა საქართველოში. ძირითადად საფრთხედ განვიხილავთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს, ხო? ანუ ისმება კითხვა, თუ კი ირანიდან არ შეუძლია დაიცვას თავისი მოკავშირეები, რუსეთის ხელიდან როგორ უნდა დაიცვას საქართველო. ახლა ირანის და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ერთმანეთთან შედარება რო არ შეიძლება, გასაგებია რომ ძლავრი სარაკეტო სისტემები აღმოაჩნდა ირანს, კი ბატონო, მაგრამ დანარჩენი ავიაცია, ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო სხვადასხვა სფეროებში მნიშვნელოვნად მოიგოჭრეს და რუსეთთან შედარებაც არაა და თვითონ იმ პოზიციაში, რომელიც ძლიერი აღმოჩნდა სარაკეტო სისტემებში, მაინც რუსეთის და ირანის სარაკეტო სისტემებს შორის სხვაობა თვალშისაცემია, ხო, რუსეთის სასარგებლოდ. და აი ამ ფონზე ისმება კითხვა, ირანიდან ვერ იცავს მოკავშირეებს და რანაირად უნდა დაიცვას საქართველო რუსეთისგან. იქ ახლო მდებარე ქვეყნებიდან ერთადერთი, რომელიც ხელშეუხებლად დარჩა, ეს იყო ომანი, რომელმაც მეტნაკლებად ნეიტრალური პოზიცია გაატარა, ხო? სწორედ ამ ნეიტრალიტეტზე გვაქვს ხო წლებია საუბარი და ეს ვერა და ვერ მოხერხდა, რომ საერთო განხილვის საგნად ქცეულიყო. ხელისუფლებამ შექმნა გარკვეული პარტია ნეიტრალური საკაერთიანი საქართველო, გამოდიან არიან ვატო შაქარაშვილია, წინწამწეველი ახალგაზრდა პიროვნებარი, გასაგებია, მაგრამ ეს მაინც ერთი პატარა სეგმენტია, საერთო მშენებლობის საგნად მაინც არ გახდა, მაგრამ ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს, საერთოდ აზრს უკარგავს ნეიტრალიტეტს საქართველოს და საქართველოს. ამ ომმა ჩაშალა ეს პროექტები საქართველოს გასხვისების. ყველაზე მეტი სწორედ იმ ქვეყანას მოხვდა გაერთიანებული ემირატები რა თქვა? ძირითადად ექსენი იყვნენ საამიროების წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან სინამდვილეში ქართული ეროვნული ყოფიერება და ცნობიერება როგორ არის მინავლებული და განადგურებული და ჩათვალეს, რომ მოვიდა დრო და მოაწყონ კავკასიის ხელმეორედ დაბრუნება, თავისი საამიროს აღდგენა თბილისის ტერიტორიაზე და საქართველოში ფაქტიურად უთოფო ექსპანსიის გეგმა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული იქ. მის შემოუწყარა, ну, რა თქმა უნდა, ესენი თავიანთ თავს არ ეკუთვნიან და შემოუწყნა დიაციონისტური გეგმის აღსასრულებლად, მაგრამ ყველაზე მეტი ახლა ეს ხო ახლა ჩვენ რას ვიზავდით ვერაფერი, მაგრამ აი რაღაცამ რასაც ვერ ხედავთ, ისე მოაწყო. ყველაზე მეტი ბომბა სწორედ აი მაგ გაერთიანებული ემირატებში ჩამოვარდა და დამუხრუჭდა დროები დამუხრუჭდა. ამიტომ ამ თემას ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ დაბლა. ჩვენ მოვსინჯეთ თუ რამდენად შესაძლებელი იყო რომ ქართული პოლიტიკური ძალები ერთად დამდგარიყავით და ამ არაბიზაციის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი ჩამოგეყალიბებინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სამისო ჯერ სამწუხაროდ არ ვარ მზად და ყველა საკუთარი პარტიის ჭუჭრუტაიდან უმზერდ. საკუთარ პარტიებზე უფრო უზრუნავთ. ხო, მაგრამ რაღაც მაინც ხო არია რა ეს. ხო და ეს რაღაც არის ის, რომ ერთი ტრაქტორი მაინც თუ აგროხუნდება, ან იქანი მონიტორინგს ვატარებთ. კი, ტარდება არის გურხურვალი მამულიშვილები. მაშინ თავდადებით მოუხმობთ ყველა ერთმანეთს და იქ უნდა დავდგეთო. ერთი ამის იმედი გვაქვს, იქ მაინც მე მგონი ყველა ერთად უნდა ვიყოთ. რომ იქნებ რაღაც გავაჩეროთ. ჩვენამდე რასაც თვალით ვერ ხედავთ, იმან გააჩერა. და აი ნიშანია, ვინ კითხულობს ამ ნიშანს? ვის გამოა დასკვნები? სხვა თვალით, სულიერი თვალითაა შესაძლებელი ამ პროცესს. დაუგეგმეთ საქართველოს ბოლომდე მოსპობა და გაყიდვა? თქვი რომ მეფე ვარ მე უკავ და ეხლა ნავაშენოთ ისა. აი აიწია ისეთი ომი რომ იქ ვერ ტახტის საკითხები წდება და ვერც იმ ტაძრის აღდგენის საკითხები. საგანგებოდ ტრამპმა მსოფლიოს დაანახვა რომ როგორ დაუწყო ლანძღვა
ბენიამინ ნეთანიაჰუს ბების საგანგებოდ. ისეთი ვითარება იქნება იძულებულია გაემგზავროს. კი, და ვინც ფული ჯიბეზე ხელი წაივლო, ხელში ჩაეგდო 6 მილიარდით და ემირატი შეექმნა ფაქტიურად აქ თავის, ხო? ყველაზე მეტი ბომბა იმას მოხვდა. ვინმე არის ამის დამნახა, ვინმე არის ამის გამგები. არა, პირიქით აქეთ და ვიდრე საქართველოს აქ დაცვა ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. რომ ის რასაც ჩვენ ქართველობას არ შეგვწევდა ძალა და უნდა ჩვენ თავად გავუკეთებინა, დაგვერიდებინა საფრთხე, აი რაღაც მუშაობდა, ისე აწურდა, რომ ეს საფრთხე არიდებული ყოფილიყო. მე არ მინდა ახლა ამით ცრუ ეს ნიშანია რა, ნიშანს საკითხვა უნდა, გაგება უნდა და არ მინდა რომ ვინმე გაიგოს ისე რომ იცი რა, კურთხელი დაკრეფილი ვისლები ჩვენ და არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გულისხმობთ, პირიქით თუ დაადო ბოროტების გზა და არ ყო ღმერთმა იმას რასაც პირდებოდა, ხო და ბოროტების გზა კიდე ეს მარტივი ის არ არის რა. ფორმაციაშია ჩადებული, სისტემაშია, ფორმაციული რანგის ცვლილებაა გასატარებელი, რომ ამ ბოროტებაზე თქვა მთლიანობაში ვარ და განვითარების ვექტორი შეცვალა. ეხლა წამოწია სოციალური თემატიკა და სოციალ-დემოკრატიული უნდა იყოსო საქართველოში პროცესები რაღაც. ეს სოციალ-დემოკრატია და ჩამობერდა, ჩამოწვევდა ევროპაში. სოციალ-დემოკრატიაში კი არა. უფრო სიღრმისეულ რაღაცაში, ხა, შესაძლებელი გვაქვს სიღრმისეულად. სადაა მერტი? უმეტოდ გინდა გააკეთო? არა, მეორე საკითხი, ღმერთი როგორ იგონია, წორებიანი კაცია? აი სიტყვა ღმერთი. მე ვინა ვარ? იოანეს ახარება, იოანე წერს ამას. კი ბატონო. ის ეპოქა მოვიდა და ის დრო მოვიდა, რომ ეს უნდა შევიმეცნოთ ახლა. სიტყვა აზროვნება უმაღლესი ცნობიერება, აი ეს უმაღლესი ცნობიერება განკარგავს, მისგან მოდის ყოველივე და ყველაფერი. ხო და აი იმისგან სიტყვა გვაქვს მიღებული, როგორ უნდა გადავშით რა, როგორ, ანუ ბოროტების და როგორ უნდა ახლა დანარჩენი ეს რა ტრაგიკომედიაც გვაქვს მოწყობილი საქართველოში, პირველი მაგალითის მიცემობაზეა კლავარაკი. ბოლო ჭაობის დონეზე ვარ ჩაშებული. ჯერ კაპიტალიზმით და ფულის სისტემით ბოდიში და ვიღწნებით და ამ გაღწვილებაზე დაამატე კიდე ის რომ მარადიულად უნდა იდოს და ჭამოს რა და აი ეს ყოფილა თურმე ქართული ოცნება. ამაზე ოცნებობდა ჩვენი დიდი წინაპარი და აკოვიდნენ გალანწოს კაცო. სიძულვილის სცენა და უნდა დაიჭიროს. პირიქით მადლობები უნდა. აი ტრაგიკული მდგომარეობა, ტრაგიკომიკური მდგომარეობა. ეკანონის შემოვიდა 10-ჯერ უნდა გაძლიერდა ლანცვა. და რა უყოთ რა, ახალი სისტემა ფორმაციაში როგორ უნდა გადაიაზროს ადამიანმა. ყველაზე ელემენტარული იმ პერიოდში როცა ეს საქმე იწყებოდა, მეტად მძლავრობდა მღებრიშვილის მარბიელი. საგანგებო რაზმის სპეცნაზი, რომლის მოვალეობაც იყო ქუჩაში ქართველი ადამიანის პროტესტის სისხლში ჩახშობა. თავპირის დამტვრევა. მაშინვე დაისვა საკითხი, რა ხო აი კარგი იცვლება ფორმაცია და მე რა ეს უწყება სხვა რა უყოთ, უნდა გავუქმდეს. როგორ ხალხი ცირა ხელისუფლება ხალხისთვის იყოს და ხალხი მის დასაყოფად არ გამოვა ქუჩაში. აქ უკვე უშიშრობა ყურადღება უნდა მიაქცეს დივერსიულ ჯგუფებს და ასე შემდეგ, ეს სხვა სფეროა. როგორც ასე ხალხი არ გაყვება კაპიტალიზმის პირობებში, სიონიზმის, მასონიზმის პირობებში მუდმივ უკმაყოფილება ხალხში უმრავლესობაში და ნოყიერი ნიადაგია. კარგად მოიქეც ფორმაციულ ცვლილებაზე წადი და არავინ არ გაგლანძღავს. ღიად. და ლანძღვაში კიდევ ფულს რო უხდიან და ბოდიში და პირი რო აქვს დაყროლებული ტელეეთერებიდან და ფილმებით და იმით რომ გაგვკნეს და ბოლო დონემდე დაგვაგდეს. ეგენი კიდე მანდგის ხედა, მანდვეს ხედა გულისხმობ ცენტრალურ ინდ კულტურის სფეროში თუ ერთი რა კულტურაა და როგორ არის და ან რა ხელოვნებას ქმნით, აი კიდე სწორედ მაგაში უხდიან ფულს რომ ილანძღონ და ბილს იტყო და ასე შემდეგ. ერთ-ერთი პატარა მომღერალთა გუნდი იყო
და მანამ ბოდიშთა ლანძღვა არ დავიწყოთ თუ არ დაგვაფინანსავ. და დაკვეთა ეხლა ესეთია საზოგადოებაში ეს მოთხოვნა. ხო და აი მაგ დაფინანსების წყაროების ლიკვიდაცია საჭირო. და საზოგადოებაში მეტია უფრო ჯანსაღი. არ არის ესეთი ავანტყოფი საზოგადოება, რომ ესეთი ავანტყოფური რაღაც ამკიეტებები გქონდეს. თავარია თვითონ არ იყოს ხელისუფალი მახინჯი სისტემის პირბშო, თორემ ლანძღველი არ დაელევა. ბოლოს და ბოლოს თვითონ ყავთ ორივე მხარეს დაქირავებული ეს ეგრეთ წოდებული ტროლები და ბოტები და ეგენი არიან ჩართული ამ სიძულვილსაც თვითონვე ეგ ხალხი ყავს ჩართული ერთმანეთის ლანძღვაში და სხვა ნორმალურად აკადემიურად მოსაუბრე ხალხისგან მე არ გამიგია რომ მან ერთი მხარე ეგინებინოს ან მეორე მხარე ეგინებინოს ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ მიუხედავად რაღაც ემოციების მოზღვავებისა მაქსიმალურად დავიცვათ ეთიკა და არავის მიმართ ესეთი საწყენი და შეურაცხყოფელი სიტყვები არ გამოვიყენოთ ეს ჩვენი თემა არ არის, ჩვენი სტილი არ არის, ჩვენ არასოდეს არ მიმართავთ მაგრამ მე მინდა მაინც კიდევ ერთხელ მიუტრიალდე ამ დაჭერების თემას და გავიხსენო კიდევ აი ყოფილი ფუნქციონერების დაჭერა. გასაგებია რომ თითოეულ ეს ერთი არის იმაში უნდა განვიხილოთ. კი, ხო, არ შეიძლება მოწყვეტ. იმიტომ უტრიალდები სწორედაც. გასაგებია რომ ყოველ მათგანს თავისი კონკრეტული ბრალი აქვს დაყენებული და ამ ბრალის შესაბამის სასჯელს იხდის. მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება იმათ უფრო მეტი ეგ დაშევებული ვიდრე ამოუწიეს და უფრო მეტადაც იყვნენ დასასჯელი, მაგრამ აქ კიდევ კითხვა ისმის. აი ეს დანარჩენები დღემდე თანამდებობის ინარჩუნებენ. და ზიან, ისინი ანგელოზები არიან, ისინი კორუფციაში არ არიან გარეულები. ამათ რაიმე უფრო მეტი აქვს დაშევებული, ვინც დაიჭირეს. ვიდრე ახლა ფუნქციონერები არიან და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. არა და ის ხალხი დაიჭირეს, ვინც გარკვეულ საძირკველს წარმოადგენდა, ხო და დასაყრდენს წარმოადგენდა ქართული ოცნების საერთო 2012 წელს გაფუძნდა იქიდან მოყოლები. მე არ შემიძლია აგრეთვე არ შევეხო ყოფილი პრემიერის დაკავების თემას, რაღაც ეკონომიკურ დანაშაულზე წაუყენეს ბრალი. გასაგებია, რომ თუ კანონის უზენა ესობა, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი კი არა მოქმედი პრემიერიც რო იყოს, უნდა აგოს პასუხი. მაგრამ სწორედ მაგ კითხვას ვსვავ, მოქმედები რატო არ აგებენ პასუხს? ან ვისჯერა ეხლა რომ ეგ არის რეალური მიზეზი მაგ ხალხის დაკავების. საბაბი რო არის გასაგებია, მაგრამ ეკონომიკური დახმარება ბოლოს და ბოლოს ქართველები ვარ და მეგობრობის ამბავია, ხო? თანამებრძოლობის ამბავია, როდესაც პირველი სიგნალები მივიდა ეს კაცი რაღაცას ალობდა. ხო შეიძლება დაებარებინა თან და ერეკა თან თვითონ მისულიყვნენ და ეთქვათ რომ ირაკლი არ შეიძლება ხო ეს ახლა ბოლოს და ბოლოს კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ორჯერადად იყო ქვეყნის პირველი პირი. სხვა რო ყველაფერს თავი დაავანებოდ ეს ღია გამოჭენებოდ და საერთაშორისო ნუ სირცხვილია ხო? მე ახლა სწორად მინდა გამიგოთ მე ადვოკატად არ გამოვდგები მით უმეტეს ყოფილი ფუნქციონერების მე ამით უბრალოდ იმის დანახება მინდა რომ რამდენად ორმაგია ჩვენი ხელისუფლების სტანდარტი და რომ ამ დაჭერების უკან უფრო პოლიტიკური დაკვეთა დგას ჩემი აზრით ვიდრე რეალურად ის საბაბი და ის მიზეზი რაც და ეხლა ადამიანს არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდი ვინც არ უნდა ყო რაც არ უნდა გქონდეს გაფრჩებული თუ რაღაც კარგიც გააკეთა თუ ობიექტური ადამიანი ხარ უნდა აღნიშნო ის და გაუხსენო მე მახსოვს ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა შემდეგ განცხადება ის დროა ის შაუბნელი წლები როცა ხალხს მიეძალით მიერეკებოდნენ და რაღაც გაურკვეველ სითხეს უსხავდნენ ჯერ ის კორონავირუსი როგორი იყო შემოგდებული ეს სხვა თემა მაგრამ ქვეყნის პირველმა პირმა მაშინდელო პირმა გააკეთა განცხადება რომ ვიდრე მე ვარ საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება და უფრო მეტიც თქვა მეც ავიცერიო ცოტა ხნის წინ მაგრამ მე რამოდენიმე დღეში შემხვდაო ანუ მინიშნება გააკეთა რა რომ ეს ვაქცინები არ მუშაობს ეხლა თუ ამ ყველაფერს იმ ფონზე გავიაზრებთ და განვიხილავთ რომ დავალება იქიდან ესეთია რომ
ქართველები უნდა განიდევნონ აქედან და ვინც ვერ განიდევნება უნდა გავწყვიტონ, რა ადგილი უნდა მოსუფთავდეს. გაწყვეტა რა დიქტატურას დაყარებს და ვიღაცების ჩამოსასახლებლად უნდა გაიწვინდოს ეს ქართველებისგან ეს მიწაწყალი, მაშინ გასაგებია უკვე რასთან გვაქვს საქმე და ვარაუდის დონეზე შეიძლება ვივარაუდოთ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან. მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო. მე არა ვარ არავისი ადვოკატი და მით უმეტეს არ გამოვდგები ადვოკატად დაუშვათ ყოფილი ფუნქციონერების. მაგრამ კითხვები რომელიც ისმება ის კითხვები უნდა დაისვას და ყველა უნდა გავიადროს რათანა გვაქვს საქმე და რა შემხებლობაში იყო ეს ადამიანი ამასთან იმასთან. ნუ ამ ყველაფერზე ხო არის საჭირო რომ რას აი ამ ფონზე ჩემალი პოლიტიკური ფონი მაქვს რა თქმა უნდა მხედველობაში მოძულე და მაგინარი შეუმცირდება ხელისუფალს ამ ხრივ ინდარაძის შემოტანი ეს კანონი ამ ხრივ სიძულვილის და ლანძვას შეამცირებს ამ ხრივ ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების გასახარს ვერაფერს ვერ ვიტყვი სოციალურ ქსელებში თუ შენელდება სამაგიეროდ აგერ ეგრეთ წოდებულ ბირჟებზე და ქუჩაში მათი ყველა ბრუნვაში მოხსენიება ერთიათად მატულობს. ხო დავით რას გვეტყოდი? გასხოვებულს არაფერს, იგივე აზრის ვარბეც, რაც შეეხება ლანძღვაგინებებს. გასაგებია ხო ეს კანონი ესეც იქიდან არის ნაკარნახები, ვის ინტერესებში შედის, აი წერა ნახსენეთ ქართველი ერის განადგურება. ესენი არც ერთ ნაბიჯს არ დგავენ მათთან შეთანხმების გარეშე, ეს კარგად ვიცით. საიდანაც კი რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამათ. რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, არავისგან არ ვიმართებით. ამას ბავშვს ვერ მოატყუებენ უკვე და აი ვახსენეთ მარკო რუბიო იმისგან შემოტანილი დირექტივები, აი რა მიმართ უნდა ურჩიონ რა, როგორ რანაირად უნდა წარმართონ ცხოვრება საქართველოში, როგორც იმათ აწყობ. ეს რბილად ნათქვამია ურჩიონ, სიამდვილეში დირექტივები, ბრძანებები, რასაც ისინი კარნახობენ, ერთი ნაბიჯის გადაღებაც არ შეუძლიათ მათ გარეშე. ხო, მაგრამ ჯო სასურველია პირველ რიგში წერანაც თქვით, რომ გააკეთონ ისე საქმე, რომ არ ქონდეთ საგინებელი და ვინ შეაგინებს ეს. და ლანძღვაგინება არ არის გამოსავალი, ჩვენ ყოველთვის გვითხოვს. ყოველთვის გვითხოვს ჯერ კიდევ ხელმოწერები რომ დავიწყეთ, შევარდნაძის დროს, მერე მიშა სააგას სამჯერ გვაქვს შეგროვებული ეს ხელმოწერები. და იყვნენ ხოლმე მოდიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, რომ არა ასეთი მეთოდით, არა მშვიდობიანი მეთოდით, არა უნდა დავამხოთ ისინი, ლანძღავდნენ, აგინებდნენ, არაერთხელ უთქვას ბატონ აგაგის. და ჩვენც ვეუბნებოდით. დინებით საქმე არ გამოხდორი, კი ბატონო ვაგინოთ. ვერც ლანძღვაგინებას ვერ გადავასწრებ და ვერავინ, მაგრამ არ არის ეს გამოსავალი, არ არის ეს. იარაღი იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეიცვალოს. რასაც ვამბობ და რასაც ვეუბნებით, ყოველთვის ვიტყვით, რომ აგერ ეს სამი ძირითადი და უძირითადესი საკითხი, რომ ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, კაპიტალისტური სისტემის შეცვლა პირველ რიგში აუცილებელი და აგერ აი ყველაზე აქტუალური საკითხები, რაც არის ამ ბოლო დროს განვითარებული, რომ მიწა სამშობლო არ უნდა გაიყიდოს, რომ ერის საკუთრება, ეროვნულ საკუთრებად უნდა გამოცხადდეს, რაც ყველაფერი არის გაყიდული, გასხვისებული და იმის მერე რამდენი ხანი გავიდა ჯერ კიდევ პირველი ეროვნული ყრილობის დროს დადგენილებებში გვიწერია, რომ რაც დაიდება ეს ხელშეკრულებები, ამერიკა იქნება თუ რომელიმე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან თუ ხელისუფლებასთან, რაც ქართველი ერის საზიანოდ იქნება, რომ ეს ყველაფერი იქნება გაბათილებული. ხო, და აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა, აი ეს და პირველ რიგში ხელისუფლებასაც და ყველას მოუწოდებთ ჩვენ, რომ უნდა დაგდებული იქნას ბოროტების გზა. ბოროტების გზა უნდა იქნას დაგდებული. აი რაც ხდება დღეს მსოფლიოში.
ეს ომები და რა ვიცი, გამოვიხედოთ მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში არსად არ არის ნორმალური და დალაგებული მდგომარეობა და ასეთია ეს დრო და მხოლოდ ერთი ეს არის, რომ ეს სისტემა არსებული წყობილება არის გვაქვს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნება სხვა არაფერს, თორემ მარტო ხელისუფლება შეიცვალოს რა ამით არაფერი არ შეიცვლება ერის და ქვეყნის სასიკეთოდ. უარესი და უარესი მოვა, უარესი და უარესი იქნება და აგერ ასე მიდის კიდეც. მდგომარეობა. აი ამ ბოროტების დაგდებასთან დაკავშირებით შევახსენებ ნულოვან ვარიანტს, ნულოვან მდგომარეობას, გაითვალისწინო. ახლა არ დავიწყებთ ამის პოლიტიკურად და ეკონომიკურად განმარტებას, ბევრჯერ გვიტყვია შევხედავთ ამ თემას სამსახურში შევხედავთ კიდევ საჭიროება მოიწონს არ არის მაგაზეს პრობლემა პრინციპია სავლე შესაძლებელია იქცეს პავლეთ არ არის გამორიცხული ხო ნებისმიერ ადამიანს ვერავის ვერ ვიტყვი და რადგან საკითხი პოლიტიკურად ხდება სწორედ ეს პოლიტიკაში მოღვაწეს და პოლიტიკურ ძალაზეა ლაპარაკი ესე უნდა გავიაზროთ ჩვენ ახლა რელიგიას თავისი ადგილი აქვს თავის და რელიგიური თვალსაჩინით რო უყურებ მხოლოდ პიროვნულს და ისტორიულს რაც მოხდა რა 2000 წლის წინ ახალი ცნობიერება ახალი სიტყვა მაგას გვეუბნება რომ საკითხი პოლიტიკურად ხდება ფორმაციის შეცდომა პოლიტიკური აქტია პოლიტიკური საზოგადოებრივი აქტია ამიტომ სავლეს პავლეთ ქცევა ამ კუთხით უნდა განიგზომოს და განიჭრიტოს ყველა სავლეები ვართ ესე იგი სავლე რა იყო ქრისტიანის მკვლელი იყო რა იდეოლოგიურად აღჭურვილი პიროვნება რომელიც მიდიოდა დევნიდან ანუ ნორმალურობა, ადამიანურობა, ქართველობა, ქართულობა და არა მარტო რა მისი კოლელი და მოწინააღმდეგეა ფორმაცია და ის პოლიტიკური ძალები რომელთაც ეს ფორმაცია ხორციელდება. ესე იგი ჩვენ სავლეები ვართ. სავლეა. ხო ხლა ამ სავლეს უნდა რომ იყოს და ნუ გამლანძღავთ და დაგიჭერთ. მაგას გეუბნება. არ გამოვა. მაგრამ აი ამ სავლეს მიცემულია, ზოგადად მოცემული გვაქვს. შეიძლება პავლეთ ვიქცე და მე პირიქით ქრისტიანობის გამავრცელებლები და დამცველები და ანუ ჭეშმარიტებისკენ მოbrunება დავიწყოთ ეს მოცემულობა ესა ფორმულა თუ შეცვლა და გადარჩენები და ფორმულა მოცემულ აქსიომატური მოცემულობა ოღონდ ისე ვერ მოხდება რა ბატონი აკაკის მოღვაწეობის აღიარების გარეშე ამ გზაზე ვერ გაივლი კი ბატონო ეგ კიდე ცოტა სხვა თემა არის და ეს ბოროტების გზა თუ მრავალწახნაგა ფორმაცია ერთი რაღაც შემოგვეპარა კიდე რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ როცა არა მარტო ჩვენ როცა შეიძლება პრობლემა რო წარმოიქმნა ChatGPT-ს ვკითხე ეს არის ChatGPT-ს ვკითხე და ასე შემდეგ ამა ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ანუ ხელოვნური ინტელექტი ტოტალური კონტროლი ციფრული კონტროლი ადამიანის ცნობიერებებზე ნუ მოძალადე ხელისუფალს იმპერიალისტსა იმპერატორს რა უნდა რომელიც სხვადასხვა ხალხებს და რა უნდა და ბატონობა როგორ მიაღწევს და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ტექნიკური კონტროლის საშუალებას ტრილიონობით დოლარის ჩადებაზე ლაპარაკი ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენება ჭირდება იმიტომ რომ ბევრი ენერგიას მოიხმარს ეს თემა ციფრული თემა ამ ციფრული თემით ხედავთ რომ ულტრამილდიარდელები მაგალითად მასკია რა და არა მარტო მასკი სოფლიო პოლიტიკაში არიან შემოსულები ინტენსიურად მიდის ორი ცენტრია ხა ამერიკა თავის დასავლეთი ამერიკა თავისას ქმნის ჩინეთი თავისას ქმნის რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი ბოლოს და ბოლოს რომელიც უკვე შემოვიდა და ნელ-ნელა ჯერ ტელევიზორით მოხდა ურთიერთთათი შოუ ოჯახში. თუმცა მაინც ერთი მიმართულებით უყურებოდ და იმაზე ვდავით, რომელი არხი უნდა. გარედან შიგნით შემოbrunდა, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტული გახდა მაინც. რამდენიმე ტელევიზორი დაიდგა. იყო ერთი პერიოდი კინოთეატრებმა გაიყვანა გარეთ. სუგარეთ იყო გასული. ქართული ფაბრიკები, სტომები, არტიული სტომები იყო და კინოთეატრები. ტელევიზორმა ცოტა შემოიყვანა. მე შემოვიდა უკვე მობილური, აგერ მობილური და ეხლა ყველა მობილურებში ვარ. და მობილურში ჩაგვიდა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც
დავალებებს გვისურვებს ყველაფერს და ასე შემდეგ. კახა გვეუბნებენ ბოდის გიხდი აქ არის რა არის? ბოდის გიხდი, მაგრამ აი დროის კი ბატონო. პროცენა გამომდინარე. გადავდო. არასრულფასოვანი მსჯელობა რო არ გამომდინდეს და გადავდო. სანახევროდ აზრის გადმოცემა ჯობია გადავდოთ. ხო, გადავდო. ახლა დროის რეგლამენტი დავიცვათ. აი მარტო ერთ რამეს გვიტყოდი რა, რომ აი ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ხო ყველაფერს ვეკითხებთ, აი ფონი კარგია, მაგრამ ერთგან აქვს აღჭურვი. ეს არის უდიდესი ტექნიკური მიღწევა, რომელმაც თუ სწორები მართულებით აამუშა, უდიდესი სიკეთე და უდიდესი სიმაღლეზე შეიძლება გაიყვანოს ადამიანი, კაცობრიო. მაგრამ ვინ არის ამის დამპროგრამებელი? არავით არის ხელოვნური ინტელექტი არ არსებობს. აი თავის თავად თვითონ რო არის ინტელექტი ერთდროულად არ არსებობს. ეს არის ტყუილი, ამით გვაბოლებენ ხალხო. ახლა უკვე გვიწერენ იმას გვაგერინებენ და გვეუბნებიან რომ როგორ გაანადგურებს ეს ხელოვნური ინტელექტი, თვითონ ვითარდება და ისეთ რამეს შექმნის, რომ კაცობრიობას გაანადგურებს. და თვითონ ამ ხელოვნური ინტელექტის შექმნელები საკუთარ სახლების, სასახლეების ქვეშ ბუნკერებს ითხრიან. ეგეც ცნობილი ამბავია. მოკლედ თემა მართალია ჩემოჯერმალ დიდია, მაგრამ ერთ რამეს ვეტყვი, ვახსენებთ ერთი მეორეს, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის დამპროექტებლები, დამპროგრამებლები, როგორ უნდა მოგაჩვენოს თავი, რომ ვითომ ეს არის და კარგ ჩევსაც გაძლევს, მაგრამ იდეოლოგიურ საკითხებში, რაც ცნობიერების მიმართულებას განსაზღვრავს, საით უნდა წაგიყვანოს, ეს კადრი ეპშტეინის კადრია. ამიტომ ChatGPT-ის კინო ეკითხები ყველაფერს და იმას კინოა ვემონებით უკვე საკუთარ თავს, საკუთარ სიძის, საკუთარ ცნობიერებას ვკითხოთ. რა თქმა უნდა. საკუთარ ქვეყნის ერის გამოცდილებას დავეყნოთ და სული ახალი უფლის სიტყვის მოთხოვნებს დავეკვირდებაროთ თუ გვინდა. რომელიც ყველაზე აი მომავალი თუ გვინდა რომ გქონდეს. აი ესაა ყველაზე მთავარი. კი ბატონო, ეს თემა გადავდოთ. ძალიან დავამარტივოთ ხელოვნური ინტელექტი რა არის. ეს არის პროგრამების ერთეულობა, რომელიც ჩადებულია კონკრეტულ პროგრამისტებმა გარკვეული შეკვეთით, რაშიც ფული აიღეს. დაწერეს ეს პროგრამები, შექმნეს და შემდეგ ჩაიდო ეს ქსელებში. შესაბამისი მონაცემები ქსელების მეპატრონეები, წარმართველები ვინ არიან, მათი ინტერესები საითკენაც არის მიმართული, ეს პროგრამები იმის შესაბამისად არის დაწერილი. ახლა რაშიც ისინი ნეიტრალური არიან და სულ არ აინტერესებთ იმას ახლა ელემენტარულ კითხვებზე რომ დაუშვოთ ადამიანის ორგანიზმის რა ჯობია მაგალითად ძალიან მარტივი რომ ვაშლი ჭამოს თუ კარალიოკი სიტყვაზე ამაზე შეიძლება მართლაც ობიექტური პასუხი მიიღო. მაგრამ აი პოლიტიკური მიმართულებები, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რაც მათთვის გადამწყვეტია, რითაც ისინი მსოფლიოს მართავენ. ამაში ახლა ეჭვის შეტანა უბრალოდ გულუბრყვილობა იქნება, რომ კითხვას დაუსვავ და ობიექტურ პასუხს მიიღებ. თავიანთ საპირისპიროს უბრალოდ ერთი არის ამ შემთხვევაში დადებითი, მხოლოდ ერთი რამე შეიძლება ვთქვათ, რომ მართლა დადებითი, ვერ მოახდინეს ცენტრალიზაცია. ორი ცენტრი იქნება. ერთ ჩინეთის კომპარტია გააკონტროლებს. მეორე თვითონ ცდილობენ, ხელოვნური ინტელექტი. ჯერჯერობით ორი, ჩინური, ამერიკული. მონოპოლია, სოფლიო ერთმართველობისკენ მიმავალი გზა ჩაფუშულია. ამიტომ მეორე ცენტრიც არის. ის სხვა იდეოლოგიას მისცემს, ეს სხვას და ალტერნატივა ჩდება რა, შენ ვერა ტახტს ვერ დაიდგავ, გამორიცხული. შენ აღწევ, ესეც აღწევს, ამაშია. ანუ ის დროა, როდესაც ერთ აზრზე ვერ ხდება შეკავშირება, რომ წავიდნენ სოფლიო ერთმართველობისკენ. აი ხო, გადაწყვიტეს სოფლიო ერთმართველობის აშენება. აი როგორც კედლის აშენება და მე სხვადასხვა ენაზე ალაპარაკა. კი. მაინც რაღაცა ეჭირება. კი ბატონო. მოხდა ეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკა. ბუნებრივად მაინც ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ენები არ იგულისხმება. აქ ლაპარაკია მისწრაფებები. ამას უკვე იმისი გუშინ ერთად იყვნენ, ერთად აშენებდნენ ამ სოფლიო ერთმართველობას, მაგრამ დღეს ერთმანეთს აღარ ესმით უკვე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. აი ეს ქონდა ხედვა. და ამ ხელოვნური ინტელექტის უშუალოდ შექმნის ცენტრი, არ ვიცოდით, ყოფილა სწორედ ამ ჩვენ ემირატებში, საიდანაც დაიგეგმა აქ საიმირო შექმნა და
6 მილიარდი მოგიტანეთ ხალხო ინვესტიციო, დავდივართ და ყვივიოთ. სწორედ მანდ მოხდა კარგი დიდი მსხვილი ბომბები, აი მაგ ცენტრსაც კარგად წამოეკრა ქეჩოში, თვალით რო ვერ ხედავთ. ხო ესეთნაირად მიდის მაგისი ამბები. კი ბატონო, ეს სისტემაა, რომ სამომავლოდაც გვეყოფა გარკვეული მასალები, გავაანალიზოთ და ერთად გადავიაზროთ. კი ბატონო. ახლა მადლობა მოუხადოთ მოსმენისთვის, მოთმინებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.